მოგესალმებით ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს. გიბრუნდებით მარტის ეპიზოდით. დღეს არის იღბლიანი მე-7 ეპიზოდის ჩაწერის დღე. ყოველთვიურად ჩვენ წერთ ეპიზოდებს საქართველოში პროექტებისა და პროდუქტების შენების, განვითარების და საერთოდ პროცესის შესახებ. გვყავს საინტერესო პრაქტიკოსები, რომლებიც გვიზიარებენ თავის გამოცდილებას მშობლიურ ენაზე. მადლობა რომ გვისმენთ, გვიყურებთ, მხარს გვიჭერთ, რჩევებს გვიზიარებთ და რაღაცნაირად გვაჩვენებთ რაიმე ფორმატით, რომ მოგწონთ, რასაც ვაკეთებთ. დღეს გვაქვს განსაკუთრებული შემთხვევა, რადგანაც პირველად ჩვენი სტუდიის ისტორიაში გვყავს სტუმარი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი HR გამოცდილება და ის მზად არის, რომ სწორედ ამ ლინზიდან შეგვახედოს პროექტებისა და პროდუქტების მართვის პროცესს. მივესალმები ჩვენ სტუმარს. მარიამ ქუთათელაძე ჩვენ სტუდიაში. მადლობა მარიამ, რომ გვესტუმრე და ჩვენ ამას ახლა ესე უბრალოდ ვერ გავატარებთ და ძალიან გვინდა რომ აღვნიშნოთ ეს შემთხვევა და გვინდა რომ ეს დაბადების დღის სახე მივცეთ და ჩვენი მე-7 ეპიზოდი იყოს HR პერსპექტივის დაბადების დღე და ტკბილი HR-ის სტუდიაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და სხვათა შორის თავიდან რომ თქვით რომ მე-7 არ ვიცოდი რა რომ მე-7 გადაცემა იყო. ყველგან ხედავ 7-იანებს, აბსოლუტურად. აი საერთოდ არ უნდა გავიხედო 7-იანებს, ხედავ ვფიქრობ მეთქი რატო ხედავ თქო და შეიძლება ესეც არის რატო ხედავ ამ 7-იანებს და ძალიან შენ გაქვს პრივილეგია და ექსკლუზიური უფლება რომ ტკბილი agile HR-ის და რაღაცა სიმბოლური არის. სამი თვე არ უნდა ვჭამო შაქარი და იყაიზებინდა. ან ჩვენ აქ backstage-ში გავიყოფთ, შენ არ ინერვიულო. ანუ აქ ჩავაქროთ, ჩავიფიქრებ სურვილს. მადლობა ძალიან დიდი. პირიქით შენ მადლობა რომ მე ვიცი რომ როგორც ჩემ ქვარი ტყვის ხოლმე ღობეყორესედები 1000 საქმეს, 1000 ინიციატივას, 1000 პროდუქტს და 1000 სერვისს ეჭიდები და მაინც გამოძებნეთ რომ მოხვედი ჩვენთან. მე ძალიან პატარა შესავალს გავაკეთებ შენ შესახებ, მაგრამ შემდეგ შენ დაგითმობ დროს რომ თავად წარადგინო საკუთარი თავი და გააცნო ჩვენს აუდიტორიას, შეიძლება ბევრი მათგანი გიცნობს კიდეც. ერთის მხრივ რომ ვიცი რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე HR-ი ხარ, გიმუშავია ყველასთან და ყველგან, როგორც ფრილანსერის როლში, ისე კორპორატიულ კედლებში, სხვადასხვა ინდუსტრიაში და ასევე ბოლო პერიოდში შეჭიდებული ხარ დამფუძნებლის და პროდუქტ ოუნერის როლს და იქაც ძალიან მაინტერესებს რომ ჩაუღრმავდეთ შენ წამოწყებას. მანამდე კი გავიცნოთ მარიამ ქუთათელაძე, თქო გითხარი ვინ არის მარიამი? ვინ არის მარიამი? ეხლა ეს ამდენი რაღაც რო ჩამოთვალეთ, რაღაცა ცოტა მეგონა სხვაზე ლაპარაკოთ, მაგრამ მართლა ეგრე არის რა. იმასაც დავამატებ, რომ საჯარო სამსახურშიც მაქვს მუშაობის გამოცდილება კერძო, უცხოური, საქველმოქმედოშიც კი მიმუშავია და რაღაცა ძალიან პატარა ასაკიდან სულ ხან სტაჟირებას ვაკეთებდი, ხან რას და მუდმივად, ასე ვთქვათ, მინდოდა რომ დასაქმებული ყოფილიყავი და ვიღაცას რაღაცაში გამოვდგომოდი. ეს რაღაცნაირად ჩემი ყოველ დღესა შენ თავს გითხე, აბა მე დღეს ვარგი არის შენი ყოველდღიური ლოცვა. კი, აი ზუსტად ეგ რაღაცნაირ სულ მოთხოვნილება მქონდა რომ რაღაცა ვიღაცისთვის გამეკეთებინა, ეთქვათ რომ ნაი რა კარგად შეასრულე ეს თუ ეს საქმე რა. მაგრამ სანამ HR ვიქნებოდი, ვიყავი სოციოლოგი. ვიყავი რა ვარ ახლა სოციოლოგი, ბაკალავრი მაქვს სოციოლოგიაში, მე უკვე გავაკეთე მაგისტრატურაში HR-ი და მთელი ეს ჩემი ცხოვრება ჯერ ვაკეთებდი კვლევებს, მქონდა ჩემი კვლევის კომპანია, ეხლაც მაგ პრინციპში უბრალოდ ნაკლებად კონცენტრირებული ვარ ამ მიმართულებით. და რაღაცნაირად ეს სოციოლოგიური კვლევები ნაკლებად საინტერესო გახდა რაღაცა ეტაპზე, იმიტომ რომ ამ სოციოლოგიურ აზრს იკვლევთ ადამიანების, ნახულობ შედეგებს, მაგრამ მე შენ არანაირი ქმედების საშუალება არ აქვს ამაზე, რომ რაღაცა რეკომენდაციებს კი წერ, მაგრამ გააკეთებ თუ არა რამე ქმედებას, შენზე არ არის, ასე ვთქვათ, დამოკიდებული და ზუსტად ამიტომ წავედი მე ალბათ HR-ში, რომ ამ კომპანიის ჭრილში კვლევებს ვაკეთებ, ქმედებებსაც ვაკეთებ და მე ვნახულობ ეს ქმედებები რამდენად და მოედანის და ბატონიც შეხარ და პატრონიც ხო? კი ბატონო, ზუსტად ესე არის და რაღაცნაირად ესე მოვხვდი და უკვე 15 წელია ვარ HR-ი საქართველოში და ამასთან ერთად რაღაცნაირად საჭიროება გახდა რომ დამეწყო ტექნოლოგიური
ტექნოლოგიაში გადავარდნა, რომ გამემარტივებინა, ასე ვთქვათ, ჯერ პირველ რიგში ჩემთვის ყოფა და მე იმედი მაქვს, რომ გავუმარტივებ და ვუმარტივებ უკვე რამოდენიმე HR-ს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ რუტინას, რაც მას აქვს. ამასთან ერთად მყავს 3 არაჩვეულებრივი შვილი, მყავს 3 არაჩვეულებრივი ძაღლი და 1 კატა. ანუ ამ პატრონობის სიხარბეს საზღვარი არ აქვს, და შენი ხელი და სული და გული წვდება ყველაფერს, ხო? კი, რაღაცნაირად აი სულ მაქვს ის მოთხოვნილება, რომ ვიყო სტრესში, ანუ არ შემიძლია რომ დავისვენო და აქედან გამომდინარე ალბათ ჩემი ცხოვრებაც ასახავს ამ ყველაფერს. ხო და აი მე შესავალშიც ვთქვი და ახლაც განმეორდები, რომ ჩვენ აქ წარმატებული ადამიანები ვიყავ, ვისაც არ ასვენებს გამჩენილი. კი, ზუსტად ეს. მე გილოცავ მაგას მინდა გითხრა და ის ლოცვა, რომელსაც შენ კითხულობ ყოველდღიურად, მე ვემხრობი ამ ლოცვას და ყოველ შემთხვევაში შენი ღიმილიანი სახე მაფიქრებს, რომ ამით შენ უბედური არ ხარ, მაგრამ მე ჩავღრმავდები ეხა დეტალებში და შენ ეხლა ახსენე, რომ აი რამდენიმე როლი გაქვს ამჟამად ტექნოლოგიებში გადავარდნის ამბავს ძალიან მინდა რომ ჩავზუმოთ მანდ და მივანათოთ კაი შუქი. პირველი აი გაუმხელ აუდიტორიასაც მარიამს ესე არ ვიცნობდი, მაგრამ მომხვდა თვალში მისი ერთ-ერთი შვილი, იმ თავისი 3 შვილის გარდა ერთი შვილი, რომელსაც მიიქცია ჩემი ყურადღება, სახელად ილარია, ლოგოც გამონათდება და აი ილარიას ამბავი, რომელიც უკავშირდება შენი ტექნოლოგიებში გადავარდნის ისტორიას, მანდ მინდა რომ კარგად ჩაუღრმავდეთ და სანამ კონკრეტიკამდე მივალთ, ჯერ მაინტერესებს თვითონ ეს სახელი, რამე ლართან, ფულთან, დოლართან არის კავშირში თუ რამე სხვას უკავშირდება, ეგეც რო გვითხრა. კი, სულ მინდა და მეოთხე შვილი და ყოველთვის ანუ ჩემ ყველა შვილის სახელი იწყება იზე. ივლიტა, იოანე და ივლიანე. და მეოთხე შვილი რომ ეყოლება მეთქი, იმედი მაქვს რომ გოგო იქ, იმიტომ 2 ბიჭი და 1 გოგო და კიდე 1 გოგო ილარიას დავარქმევ, თქო ძალიან მომწონდა ეს სახელი, მაგრამ მე მივხვდი რომ მეოთხე შვილის გამჩენი არ ვარ, აბსოლუტურად საკმარისი არის ამი შვილი, რაც მყავს და ზუსტად აქედან წამოვიდა ილარია. ჯერ ეს ერთი რომ გოგო არის, ჩემთვის ეს ანუ ილარია გოგო. ილარია გოგო არის და მინდა რომ ეს რაღაცნაირად ხო, კი, აუცილებლად გოგო არის და აქედან წამოვიდა სახელი. ვერავინ თავიდან ვერ ხვდებოდა რომ რატო უნდა დაგვერქვა ილარია. სულ სხვა რაღაცა ტექნიკური სახელები მოდიოდა, რაღაც აი არაფრის მთქმელი რა, ხო, აი ზუსტად და არაფრის მთქმელი რა საერთოდ რომ აი სული არ ქონდა ამას და აი მინდოდა რომ ისეთი რაღაცა ყოფილიყო, რასაც აი პიროვნება ყოფილიყო, ესე რომ ვთქვათ და ჩემი აზრით ილარია ისეთ სახელია, რაღაცნაირად სითბოს, კარგი ენერგეტიკა მოაგდა, რაღაცნაირად ისიც არის რომ მართლა რეალურად ჩემი მეოთხე შვილია. მარტო ჩემი არა, ბევრი მშობელი ყავს ილარიას, მაგრამ კი, ჩემი მეოთხე შვილი არის, ესე გამოდის. ანუ მე არ შევწდი, მე ესე სიმბოლურად თქვი რომ შვილი მეთქი, მაგრამ შენთვის მართლა შვილი ყოფილა ღვიძლი. კი, აბსოლუტურად და აი ძალიან ვეფოფინებით ყველანი. ხო და აი ახლა იცი რა მაწუხებს მე ერთი ამბავი მაწუხებს რომ ეს მრავალშვილიანი დედობა აქ რაღაცა ფრილანსერული საქმიანობა ანალიტიკა და ასე შემდეგ აქეთ კიდე ვიცი რომ დიდ კორპორაციაში 10,000-მდე ადამიანის პატრონი ხარ HR-ის როლში ხო და აი რა იყო ის ტკივილი და პრობლემა რომელმაც შენ მეოთხე შვილის დაბადებაში და სულის ჩადგმაში მოკლედ ენერგია კიდევ გაპოვნინა და თქვი რომ მოდი ახლა ამასაც წამოვიწყე ხო იცი რა არის აი ძალიან ბუნებრივად წამოვიდა ეს რეალური საჭიროებიდან წამოვიდა იმიტომ რომ აი როგორც ვახსენე ძალიან ბევრ კომპანიებში რომ მიმუშავია იქ მაინც ახლა მაგდენი ადამიანი არ იყო რა აი ტოპ იქნებოდა 500 კაცი ვისი მართვაც იყო ჩემი პასუხისმგებლობა და გინდა არ გინდა რაც თავიდან თქვი სოციოლოგიას რატოაც ვახსენე რომ აი ეს ანალიტიკა გჭირდება ხო პირველ რიგში HR-ი ხარ ჩვენ არა ვართ ის ადმინისტრატორები ასე ვთქვათ, რომ მარტო შვებულება გავაკეთეთ, ხელშეკრულება გავუშვით, მივიღეთ, ხელფასი დავითვალეთ. ეს არ არის ჩვენი ფუნქციონალი. ჩვენი ფუნქციონალი არის კომპანიისთვის მთავარი წამყვანი ძალა ვართ. ეხლა რაც არ უნდა ინვესტიცია გააკეთოს კომპანიამ და მილიონიანი დოლარიანი ინვენტარი იყიდოს, ხო? იმას თუ შესაბამისი ადამიანი არ მართავს ან არ ყავს ესეთი კადრი, ჩათვალეთ, რომ ყველა არის. ყოველთვის ჯერჯერობით სანამ AI რამეს იზო. ნუ ხო, ეგ თავის თავად რა და ეს ყველა კომპანიას
კომპანიას აქვს თავისი მიზანი, შესაბამისი კადრი სჭირდება ამისთვის და HR-ის ზუსტად როლი ის არის, რომ კომპანიას ის გადაწყვეტილებები შესთავაზოს, რა მიზნამდეც მიიყვანს თანამშრომლები ამ შესაბამის მიზანს მიაღწევინებს, ასე ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე, რო არ გვინდა რომ ადმინისტრაციაში ვიყოთ გადართულები, რაღაცა სისტემა უნდა არსებობდეს, რომელიც მე ამ ანალიტიკას და სტატისტიკას მანახებს რა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ HR-ს კონდეს ანალიტიკა, რომ მისცეს ზუსტად ეს გადაწყვეტილებები ხელმძღვანელს რა. ამის საშუალება, როცა 55-მდე კაცი როცა ყავს, ეძებს სხვადასხვა Excel-ებში, ამოიღებ ამ შენ უწყის ეგრეთ წოდებულ payroll-ს, მეილებს ნახავ, იქ რაღაცა შენ თვითონ შექმნი ამ ფოლდერებს, სტატისტიკას, რომ ეს რაღაცა ინფორმაციები გქონდეს, რომ რაზე ხო მარჩიელობთ. ანუ გამოსავალი არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა. ბოლოს ახლა სანამ 6000-ზე მეტ თანამშრომელთან მომიწევდა ურთიერთობა, მანამდე ყველაზე ბევრი მყავდა 1400. 1400 უკვე რთული იყო რა, მაგრამ რამოდენიმე კაცი ვიყავით HR-ში და რაღაცას ვაკეთებდით მაინც, მაგრამ გინდა არ გინდა მაინც სიბნელეში ვაცეცებდით ამ ხელებს რა. მაგრამ როცა დავიწყე კომპანიაში მუშაობა, სადაც მებარა 6000 კაცი, არა მარტო 6000 კაცის HR-ი ვიყავი, არამედ ჩემი გუნდი შედგება 50 ადამიანისგან, უკვე ხელმძღვანელის როლიდანაც უყურებ ხო ამ ყველაფერს. ურთულესი არის ფიზიკურად შეუძლებელია, მაშინ ყოველდღიურ რეჟიმში ხარ გადავარდნილი აი ამ ადმინისტრირებაში, მაგრამ მაინც ფიზიკურად შეუძლებელი არის, რომ შენ ეს მონაცემები ყოველდღიურ რეჟიმში გქონდეს. და ყოველდღიურ რეჟიმში თუ არ გაქვს ამ მონაცემებს ამუშავებ, სანამ დაამუშავებ, ის უკვე შეცვლილი არის ეს მონაცემები. აქედან გამომდინარე, პირველი რაც თქვი, ხა რა სისტემაც არსებობდა ამ კომპანიაში, ეს იყო სუფთა საბუღალტრო პროგრამა, რომელიც HR-ებს ჩვენ არაფერში არ გვადგება, უბრალოდ ხელფასები ითვლება ამ საბუღალტრო პროგრამით და ვიფიქრე, ხა მარტო მე ხო არა ვარ, ვისაც სჭირდება ეს ანალიტიკა, დარწმუნებული ვარ, ბევრს სჭირდება და ექნებათ გაკეთებული ალბათ ესეთი პროგრამა და დავიწყე მოძიება. ქართულ ბაზარზე რა თქმა უნდა არსებობს ძალიან ბევრი ესეთი სისტემა, როგორც ქართული, ისე უცხოური საქართველოში, მაგრამ ჩვენს ადმინისტრირებას, ანუ აი ამ კომპანიის ადმინისტრირებას, იმდენად რთული მრავალფუნქციური, ესე ვიტყვი, ჩახლართული პროცესები აქვს, რომ ეხავე თამამად ვიტყვი, რომ დღემდე არ არსებობს საქართველოში სისტემა, რომელიც მე რაღაცა ცვლილებების გარეშე, ბევრი ცვლილებების გარეშე შეძლებს დამიანგარიშოს უწყისი თვიდან თვემდე ავტომატურ რეჟიმში. ანუ ხელფა რა ეკუთვნის ადამიანს და ეგ გადასახადა, იმიტომ რომ ამ კომპანიაში არის ძალიან ბევრი ტიპის ბენეფიტები, ძალიან ბევრი ტიპის ბონუსები, დარიცხვები, ძალიან ბევრი ტიპის დაქვითვები, მაგალითად სადაზღვო იქნება, ფიტპასი იქნება, რაღაცა საერთო სხვა დარბაზების იქნება, საქველმოქმედო ავანსი იღებენ თანამშრომლები კომპანიისგან, რაღაცა ტიპის ზოგია კომპანია, რომელიც პროფკავშირში არის გაწევრიანებული და თანამშრომლებს ეკვითებათ იმ გაწევრიანების რაღაცა პროცენტი. ან პლუს ინდუსტრიისთვის სპეციფიური რაღაცები ახასიათებს. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, რაღაც, როგორ ვთქვა, უწყისის დარიცხვის ტიპები არის, რომელიც უნდა დაითვალოს ავტომატურ რეჟიმში. ამას აკეთებენ, რა ვიცი, 20-30 კაცი თვის განმავლობაში ამაზე მუშაობს, აი ამ კონკრეტულ კომპანიაში, რომ ეს ხელფასები დაითვალოს. დანარჩენს არ ვამბობ, რომ ადმინისტრაციაზე რომ ხელშეკრულება გაფორმდეს, საგამოსდოვა და დისციპლინარული პროცესები ავტომატურად გაკეთდეს, იქ დასწრება ვინ მოვიდა, ვინ წავიდა, რაც ყოველთვის ძალიან მტკივნეული არის განსაკუთრებით დიდი საოპერაციო კომპანიებისთვის, რომ ზეგანაკვეთურ ნაწილში რამდენი გაქვს ზეგანაკვეთური, სად არის ჭარბად, რეალურად საჭირო იყო თუ არ იყო ეს ზეგანაკვეთური, იტყუებიან თუ რეალურად პრობლემა გაქვს და იმიტომ სჭირდება თანამშრომლებს უფრო მეტი მუშაობა. მოკლედ, აი ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი არის, რომელსაც დღეს სამწუხაროდ საქართველოში არსებული სისტემები ვერ პასუხობენ. რა თქმა უნდა, ამ სისტემებს თავისი მომხმარებლები ყავთ. ანუ კომპანიები, რომლებსაც აქვთ მარტივი საოპერაციო პროცესები. გულისხმობ იმას, რომ გაფიქსული ხელფასები არის, ყველაფერი არის, თქვათ, სიტყვაზე ლარში, გრაფიკები არის მარტივი, ხან იცვლება, ხან არ იცვლება და შეიძლება ორშაბათიდან პარასკევამდე მარტო მუშაობს რაღაც 10-დან
7 საათამდე. ამას თავისი მომხმარებლები ყავს, ანუ ეს სისტემები ამას რა თქმა უნდა აკეთებენ, მაგრამ რა წუთასაც საოპერაციო ოდნავ მაინც ხუთულდება. კი, აქ უკვე ან ჩარევა არის საჭირო, დამატებითი ხარჯების გაწევა, რომ შენ მოგარგონ ეს სისტემა, ან რაღაცა შენი უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, ავდექი და ეს ყველაფერი მე არ მომიკვლევია და ყველასთან მქონია გასაუბრება, სატელეფონო იქნებოდა თუ ესე პრეზენტაციის კუთხით. ანუ არსებულ სოლუშენებთან. რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა წლების წინ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მე ამ ბიზნესის გაკეთება მინდოდა და ამ კვლევას რეალურად მჭირდებოდა და რეალურად ვეძებდი. ზუსტად ხო ვეძებდი, რომ რაღაცას ჩემთვის ცხოვრება გაემარტივებინა. საქართველოში მოკლედ რა თქვა ვერაფერი ვერ ვნახე. რა თქმა უნდა უცხოურ ბაზარზე არსებობს და მოგარგებენ კი არა და ახალს შეგიქმნიან ყველაფერს შენ, თუმცა ეს ისეთი ძვირი სიამოვნება არის პლუს ზემოდან რომ 6000 იუზერის თანხა უნდა იხადო და პლუს შეუნდა ლიცენზია მოგარგონისგან მილიონებზე ადიოდა, რაზეც არც გამიბედავს საერთოდ რომ ვინმესთვის მე თქვა რომ აი ეს კონკრეტული თანხა დახარჯეთ, იმიტომ რომ მე ანალიტიკა მჭირდება თქო მეტყონე რომ ჩემ პატარა გოგო ეხა Excel და ითვალე ყველაფერი არც მიფიქრია საერთოდ რომ ეგეთი რაღაცა გამეკეთებინა აქედან გამომდინარე მივხვდით რომ არის საჭიროება რომ შეიქმნას სისტემა ჯერ პირველ რიგში ჩვენთვის რომ ჩვენ მეგვერგოს და მე რა თქმა უნდა სხვა საოპერაციო ნაწილსაც სხვა კომპანიებისაც გაცილებით გაუმარტივებდა ყოფას. სწორედ ამიტომ ილარია არის შექმნილი სისტემა, რომელიც ერთი და ორი კომპანიის გამოცდილება არ არის რა და არ გვინდოდა რომ აი რაც მე მჭირდება აი ამ კონკრეტულ ორგანიზაციაში ამისთვის გამეკეთებინა. იმიტომ რომ მე რო ესე გამეკეთებინა აუცილებლად გამოვიდოდა ვიღაცა სხვა კომპანია, რომელსაც ეს არ მოერგებოდა. აქედან გამომდინარე ფუძე და ფუძველი ილარიასი არის მისი კონფიგურაციები, თავისუფალი კონფიგურაციები, გულისხმობს იმას, რომ რა ტიპის პროცესიც არ უნდა გქონდეს, შეგიძლია შექმნა შენ დამატებითი ტიპის პროცესები, აი რაც გჭირდება, რომ კომპანია როგორ უნდა მუშაობდეს, გამართულად თუ გაუმართავად, ყველაფერს მოერგება საერთოდ ილარია. ანუ ლეგოს სათამაშოსავით? აბსოლუტურად ლეგოს სათამაშოით, რომ თითო ფუნქციონალი, ვინ რას უნდა ხედავდეს, მართავდეს, იქ შენ დარიცხვის რა ტიპები გჭირდება რომ არსებობდეს კომპანიაში რამდენი შემავალი შვილობილი კომპანია არსებობს და სად ვინ რას უნდა აკეთებდეს რამდენი ტიპის დაზღვევა გჭირდება რომ გქონდეს ხო ბევრი შემთხვევა მქონია სხვა ორგანიზაციებში რომ მუშაობდი რომ ერთ კომპანიაში 3 დაზღვევა იყო ეგეთი რამე საერთოდ ახლა ბევრს არც გაუგია რომ არსებობს ხო იქ სხვადასხვა ტიპის რა ვიცი ზეგანაკვეთურები შვებულებები ძალიან ბევრი რაც როგორ გჭირდება რომ დათვალოს სისტემამ ეუბნები ამ სისტემას თავიდან აწყობ ამას როგორც გინდა კონფიგურაცია ის მე ავტომატურად შენ მონაცემებს რო აძლევ ავტომატურად იმ რეჟიმში აკეთებს და შენ აღარ გჭირდება რომ თვის ბოლოს 5 დღე უთხრა ვიღაცას რომ 1 წუთი არ შემაწუხო ხელფასებს ვითვლი და 5 დღის მერე გაამზადო Excel არ ზღვა ესე არის ხომ არ დამელაპარაკოთ ხელფასებს ვითვლი იმიტომ რომ მართლა რთულია რა აბსოლუტურად ახლა ადამიანმა იმუშაო და არ სწორად რო ჩაურიცხო ვერაზოს ვერ გაიგებს რომ შენ უბრალოდ ამდენ ადამიანზე გჭირდებოდა ამისი დათვლა რა და აქედან შეიქმნა ილარია და ეს არის მისი მთავარი აზრი რომ ყველას მოერგოს ვისაც დასჭირდება თან რაც მთავარია მრავალენოვანი არის მრავალვალუტიანი არის ანუ თუ კომპანიაში ყავს ვიღაცა უცხოენოვანი ინგლისურად საუბრობს და მისი დაქვემდებარებული ქართულად საუბრობს იმას ინგლისურად ეკნება ამას ქართულად ეკნება ზუსტად ერთი და იგივე მონაცემები ანუ ესეც და რავი ნებისმიერი ტიპის ენის დამატება არის საჭირო თუ ვიღაცას რაღაცა კონკრეტული სხვა ენა სჭირდება ანუ ძალიან მოქნილი არის თვითონ ეს სისტემა და ეს გვჭირდებოდა, იმიტომ რომ მე მარტო ერთ ორგანიზაციაში არ მუშაობ. ჩვენ ილარია არის ასევე აუთსორს კომპანია, რომელიც სხვა კომპანიებს სერვის უწევს, ხო? რეკრუტინგის სერვის თვითონ full outsource უკეთებს HR-ის და აქედან გამომდინარე სხვადასხვა საოპერაციო სტილსაც ხვდებით. ამიტომ მე მჭირდება რომ არსებობდეს სისტემა, რომელიც retail-საც მოერგება, მოერგება სადაზღვევო კომპანიასაც, მოერგება რაღაცა დიდ წარმოებასაც, ანუ ისეთი სისტემა მჭირდება, რომელიც ყველაფერს ერგება. და აქედან გამომდინარე შევქმნით სისტემა, რომელიც ყველაფერს ერგება და დაისვენე?
ანუ აბსოლუტურად ჯერ ის მიყვარს რომ პირველ გვერდს რო ხსნი და ეს სტატისტიკები რო ამოვარდება ხოლმე ფერადი და ხედავ რა როგორ არის აი მარტო ეს მანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას და მე რაც ყველაზე მთავარია თვითონ ისე გავაკეთეთ რეპორტინგის სისტემა რომ შიგნით ილარიაში შეგიძლია როგორც Excel-ში გადაწევ გადმოწევ როგორც გინდა დააჯგუფებ იქ თუ გინდა სტრუქტურით დააჯგუფებ თუ გინდა თანამდებობებით დააჯგუფებ და აი ყველანაირ მონაცემებს გაძლევს რა უწყის როცა ეძახიან აი payroll არის რეალურად უწყისი ხო და ეს უწყიშიც ხედავ რომ ის სტრუქტურულად ან თუნდაც აი მაგალითად სადაზღვეო ნაწილში ხარჯი რა გქონდა და ეს ცალკე შეგიძლია გამოწიო და სტრუქტურებში გადაათამაშო და მე რაც თავი ექსპორტი შეგიძლია Excel-ში ზუსტად ამ ფორმატით რაც შიგნით გააკეთე და მე თვითონ ახლა ალბათ არავის არ გაუკვირდება სოციოლოგი როცა ხარ ეს ციფრების სტატისტიკა რაღაცები ძალიან გიყვარს რა და აი ერთი დიდი სიამოვნება არის რომ ჩემთვის აი მარტო რომ დავждები ხოლმე საღამოს და სიფერადეში ნავიგაცია სიფერადეში რაღაცებს უყურებ და აი ძალიან სიამოვნებს ეს ნაწილი აი ესე იგი მე რო ეხლა გისმენდი რა გულით და სულითაც შენ ამბავს ყვები და ჩემს კითხვაზე ხახო ერთი ვკითხე რომ ტკივილი რა იყო მეთქი და ანუ ამ მაგიდაზე გადმოიბრქვა მთელი ტკივილი კი არა ტკივილები კი აბსოლუტურად და იმ ხელა ენთუზიაზმით საუბრობ შენ ამაზე რომ აი მე მგონი არავის არ ეპარება ეჭვი იმაში რომ ეს ტკივილი მართლა ძალიან ღრმა იყო და ის რაც შენ ეცადე რომ შეგექმნა და შექმნა ამ ტკივილს ფარავს და აბსოლუტურად ანუ ეს ამოსუნთქვის აბსოლუტურად იმიტომ რომ მე არ ვთვლი რა იმის დამეხოთ რომ მიყვარს ციფრების სტატისტიკა და ეს რაღაცა რუტინული საქმე მართლა ძალიან მიყვარს რა ჩემთვის წყნარად რო ზიარე და რაღაცა ბაზებს ვაკეთებ ძალიან დიდი სიამოვნება მაგრამ ეს არ არის ჩემი ფუნქცია მე უნდა შევთავაზო კომპანიას ის ქმედებები რაც უნდა განახორციელოს რიგი პრობლემების მოსაგვარებლად და მიზნების მისაღწევად და მე თუ ახლა ვიჯექი მთელი თვე და იქ რაღაცა ტიპის პროცესები ვაგენერირე და ჩემთვის ვიწერე და მოკლედ ძალიან როგორ გითხრათ ართულებს ამ პროცესს და მე პროფესიულადაც ვერ ვითარდები. ანუ თანამშრომლებთან კომუნიკაცია ხო ძალიან მნიშვნელოვანია ხა ყველა HR-ისთვის და რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათთვის კარგი არის და ასევე მიზანს აღწევენ ხო ესენი ერთად რა. უნდა გქონდეს რომ რაღაცა პანჯარაში გაიხედო და სხვანაირად შეხედო და ეს მაგის საშუალებას გაძლევს რომ ეჭვი არ გეპარება რომ იქ ყველაფერი კარგად და მშვიდად მიმდინარეობს და შენ შეგიძლია რომ ამავდროულად კონცენტრირდე იმ გადაწყვეტილებებს და გაუმჯობესებებზე, რაც კომპანიას სჭირდება. ეს არის მთავარი. ესე იგი ეხლა მე მიუხედავად იმისა, რომ აქ დაგპატიჟე როგორც HR-ი და მათ შორის ვიცოდი, რომ შენ ეს დამფუძნებლური გამოცდილება გააქვს პროდუქტის შენების, ხო, მე ვიგრძენი აქ აი ამ product owner-ის სული, რომელსაც ესმის, იცის და ხედავს საერთოდ რატომ ჩართო თავისი გუნდი ამ საქმის კეთებაში და კეთილი შურით მშურს და გეტყვი რატო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ product owner-ს ვემუშავები და ვემუშავებოდი მთელი კარიერის მანძილზე და აი ეს შთამაგონებელი დამოკიდებულება პირველ რიგში და ხედვაც რომელიც ეჭვი არ მეპარება რომ ეს ძალიან კარგად აისახება მერე გუნდის წევრებზე რომლებიც ამას მერე სისხლსა და ხორცს ასხავენ რა იმიტომ რომ შენ რაც არ უნდა თქვა მე როგორც ვთქვი შენ ტექნიკური ადამიანი ხარ მიუხედავად იმისა რომ ციფრებთან ძალიან კარგად მეგობრობ და პროცესები გადასარევად იცი და ბიზნესი გესმის მაგრამ აი ეს რაც შენ აქ გაგვიზიარე ნიშნავს რომ გუნდის წევრებამდეც მიიტანე და ეხლა მან შენი როგორც product owner-ის როლის დანახვა მინდა და ის გზა რომელიც შენ გამოიარე. შენ ახსენე რომ არ ხარ ტექნიკური ადამიანი, მაგრამ გადავარდი ტექნიკურში. ხო და დარწმუნებული ვარ რომ თლათ იავარდებით მოფენილი შენთვის როგორც პიროვნებისთვის ეგ ამბავი არ იქნებოდა ჩვენ გვიყურებენ product owner-ები ან product owner-ების მსურველები ან ადამიანები რომლებიც product owner-ებს ზრდაში ეხმარებიან. ამიტომ აინტერესებს შენ შემთხვევაში, ანუ იყო თუ არა ისეთი შემთხვევაც, როდესაც შენ ლამის დანებდი და თქვი რომ რა ვიცი მე რა მინდოდა წვენებში, როგორ არის ამ ტექნიკაშიო და ან პირიქით რაღაცა რამაც ძალა მოგცა, რომ აი წამოდექი და გააგრძელე და დღეს Steve Jobs-ის როლში ყავ ხო? ანუ რაღაცა იმდენი შაუროლიქს მოგარგეთ ეგ არის. ზოგადად
დანებების ნაწილში ესე მარტივად ვიტყვი რა, რომ ყოველ ღამე ვნებდებით. მე ყოველ შემთხვევაში ყოველ ღამე ვნებდები, რომ აი მეტი აღარ შემიძლია. არის შეიძლება რომ დაგხვდებიანი დედა სადახარო, მაგში თითქმის ნებდები ხო? იცი როგორ ბავშვების ნაწილი ახლა ჩემთვის აი ტრაგიკულად არასდროს არ ვუყურე პირიქით რა, თუ რამე ძალას მაძლევს მართლა რომ აი გუშინ საღამოს მივხვდი რა არის აი ეს ჩემი მთავარი მამოტივირებელი, რომ ჩემი უფროსი შვილი 7 წლის არის, ჩვენ ყველა დაპატარა სახელი ივლიტა. ხო, 7 წლის არის და ძალიან მაგრამ გავს ვიზუალურად იმასაც სათვალეები უკეთია და მართლა ერთ-ერთი ვარ დაპატარებული ვერსია და რაღაცას საუბრობთ საღამოს სახლში მიმყავდა და ესაო რასაკეთებ რაღაცას მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ისევ შენ რასაკეთებ და ვაიმე მეთქი არ განახე მეთქი აი ხა მეთქი ნახე თქო ეს ილარია მეთქი რომ გამოვიდა თქო და ხალხმა გაიცნო მეთქი მოდი ვიდეო განახო მეთქი ჩემი თქო და ჩავერთე ეს ვიდეო და ალბათ ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყება აი ეს გაფართოებული თვალებით ჯერ ხომ მეგონა რომ ჩემი თავი ჩემ თავს უყურებდა პატარა მარიამია აი როგორი ამაყი უყურებდა იცი ამას და აი უხაროდა რა რომ ხედა და ამოვარდება დედა ხო და ნეჭიშდება ეს გადაუღოს ვიღაცა ვიდეო ამ ფოტო მეტი არაფერი არ უნდა და ეს რომ დაინახა რომ ეს რაღაცა დედაც ლაპარაკობს და რაღაცა მნიშვნელოვანი და ისეთი კარგი არის აი ძალიან ამაყი იყო და ჯერ აი ამას რომ უყურებდი რომ ჩემი შვილი ჩემით ამაყობდა ალბათ მთავარი ძალა ჩემთვის ეს არის და ეხლა დანებება ესე ჩემთვის არ არის რა ოფცია ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ღმერთმა არ ქნას რომ რაღაცა მოხდეს ისე თუმცა ესე დაღლით დანებებით ყოველ საღამოს ვნებდები ყოველ საღამოს ვიღლები და ყოველ დილას მე რომ კარგად გამოიძინებ ახალი ენერგია გაქვს ამ ყოველფრის გაკეთების იმიტომ რომ რთულია რა ძალიან მაინც რაც არ უნდა იყოს სტრესული არის აი ამდენი რაღაცის კეთება მაგრამ რო არ ვაკეთოთ ეს რაღაცები და ის რაც გვიხარია რო არ ვაკეთოთ რა აზრი აქვს მაშინ ხო ამოწოლილი ახლა ყველა შეუძლია რომ იყოს და ფეხზე გადადებული და მგონია რომ მთელი აზრი ჩვენი ყოფის და არსებობის არის ის რომ ვაკეთოთ რაც გვსიამოვნებს და ყველაფერი რასაც ვაკეთებ ძალიან სიამოვნებს და მნიშვნელოვანი არის ჩემთვის რომ ეს ყველაფერი ვაკეთო და ვიღაცას გამოვადგე როგორც თავიდან თქვი რა კიდე ღირებულება შევქმნა ანუ არ მინდა რაღაცა მარტივი რაღაცებით დავკავდე და ღირებულება მინდა ქონდეს იმას რასაც ვაკეთებ და ამას მარტომი არ ვაკეთებ და როგორც ახსენეთ ძალიან დიდი გუნდი არის და ძალიან კარგი ადამიანები პირველ რიგში არიან აი ამ ყველაფრის უკან რომლებსაც ვინც მიტანენ პირველ რიგში, იმიტომ შეიძლება ძალიან საყვარელი ჯანვარ, მაგრამ ანუ არ ვარ ესეთი და ძალიან მომთხოვნი ვარ. და ეს ადამიანები პირველ რიგში მე მეგობრებიან, აი მართლა ძალიან მეგობრობთ ყველანი, ვინც აი ამ ილარიას უკან დგას და ყველა მათთაგანისთვის მნიშვნელოვანია ილარია იყოს ხარისხიანი პირველ რიგში. და ეს ხარისხი მერე უკვე რა თქმა უნდა გადადის აი ყველა დეტალებში, რასაც ჩვენ ვუკვირდებით და ვაკეთებთ. Product owner-ობა ხო რაღაცა უცნაურად გამომივიდა, რომ ბოლო სერიაში product owner-ი აღმოჩნდი, მაგრამ გაგზელებაც რო იქნება. იცი, მგონია, რომ ის არის რა, როგორ ვთქვა, გამიმართლა იმ კუთხით, რომ ვერ ვხვდები რამდენად რთულია, რასაც ვითხოვ, რომ გავაკეთო. ანუ დეველოპერები რომ მეუბნებიან, რომ ამას 2 დღეში ვერ გავაკეთებ, ვეუბნები, რომ კაცო, რატო ვერ გავაკეთებ? გველოდება ეს რაღაცა, მჭირდება, რომ ეხა ეს მე ესე დავითვალო. და მეუბნები, რომ ვერ ვიზავ ამას და იმდენ და ეს ჭიდილი გვაქვს ერთმანეთთან ამ საკითხების გადაწყვეტაში, როგორ უნდა გაკეთდეს რა. საბოლოო ჯამში მაინც ძალიან ოპტიმალურზე კარგ გადაწყვეტილებებზე მივდივარ. შენ დათმობ ამ შენს მადაში. ცოტა საკეთებ ტექნიკა ჩაიჩოჩება და მე სადღაც ერთმანეთს შუაში ხვდებით, ხო? ზუსტად, ძირითადად ვადებზე არის ხოლმე ეს პრობლემა, მაგრამ მე იმაშიც ძალიან გამიმართლა, რომ ჩვენ ილარიას მთავარი ასე თქო მამა ვინც არის, დათო ბაღათურია, მას ეს არ არის მისი პირველი HR soft-ი, ანუ მას ძალიან ახლა უბრალოდ სახელებს არ დავასახელებ იმ კომპანიებისთვის, უდიდესი კომპანიები არის, ვისთვისაც თავისი შიდა სისტემები აქვს, როგორც სხვა ტიპის უშუალოდ დეველოპერი, HR სისტემები აქვს აი ამ რაღაცა უდიდესი კომპანიებისთვის გაკეთებული და მას ეს გამოცდილება HR-ული კუთხით აქვს ძალიან დიდი. ამიტომ მიხარია, რომ ილარი არ არის მარტო მარიამის HR-ული გამოცდილება, ილარი არის ძალიან ბევრი, ძალიან დიდი კომპანიების HR-ების მოთხოვნები და სურვილები რა უნდა იყოს HR soft-ი. ახდენილი ოცნებები.
აბსოლუტურად. კიდე ეს გამოცდილებები რაღაცნაირად ერთიანად კრავს და ეს product owner-ობაც ესე გამომივიდა რაღაცა უცნაურად, არ ვიცი. ხო, ეხლა შენ შაუბნელი მხარეებიც გამოაჩინე, იქო თურმეო რაღაცა, ჩვენ ზოგადად რადგან პროექტზე ვლაპარაკობ და პროცესზე განსაკუთრებით agile პრაქტიკებზე, ყავს product owner-ის როლი და ის გუნდთან ურთიერთობაშია და ხარბი, hungry product owner-ი, რომელიც ითხოვს და არ არის ნაზი და საყვარელი. ის რომ შენ დაახლოვებოდი, შენ ახსენე, რომ რადგანაც მე ტექნიკური ადამიანი ვიყავ, რომ მეუბნებიან ამას ვერ ვიზავ 2 დღეში, რომელიც შენთვის წარმოუდგენელი ამბავია, იმიტომ რომ იცი, აგერ ობიექტური რეალობაა, კლიენტი მელოდება, აგერ ხვალ მეილი უნდა გაუგზავნო და იქ ლინკი უნდა იყოს, რომელ ლინკს ძრუ შევა, ბეტა ვერსია უნდა დახვდეს და რაღაცა ეგეთი მსგავსი, ხო? რა ნაბიჯები გადადგიან, რა დაგეხმარა შენ იმაში, რომ აი ეს ემპათია შენსა და ტექნიკურ გამოცდილების და ექსპერტიზის მქონე ხალხს შორის გაჩენილი იყო და შენ უფრო მიახლოებოდი რეალობას, რომ რა არის ხელმისაწვდომი და შესაძლებელი ობიექტურად და პირიქითაც იმათმა თუ გადმოდგეს რამე ნაბიჯი, რომ ეს შენი ბჭყალებში მოთხოვნა და წარმოჩენილი საჭიროება ახირებად არ ჩათვლილიყო. არა, რა თქმა უნდა. იცი, როგორ არის, მაგაზეს კონკრეტული პასუხი არ მაქვს. უბრალოდ ახლა დაკვირვება შემიძლია ვქვა, რა ხდება პროცესში. გუნდი თვითონ იმდენად შეკრული გუნდი ვართ, იმდენად ერთი მიზანი გვაქვს და ეს მიზანი არ არის მარტო მარიამის მიზანი, რომ ილარია იყოს წარმატებული, ილარია იყოს მოქნილი, ილარია იყოს ხარისხიანი. სად მე გაკრული გაქვთ, გაცხადებული გაქვთ, რამე პროცესი გაქვთ, სადღაც ეს ჩემ შულს ახლა მაიკლ ჯექსონის პლაკატი აქვს გაკრული და თქვენ იცი, თავიდანვე ყველამ ვიცოდით, რატო ვაკეთებდით ამ ყველაფერს და ამდენი დრო და რესურსი ამაში რატო იხარჯება და იმ ხალხსაც განუცდია ეგ ტკივილები, ვინც შენ გუნდშია, აბსოლუტურად. თუ შენ შთააგონე რომ მეგობრებო ნახეთ, კურცხალი ჩამოუშვი თუ როგორ? არა, რა თქმა უნდა, ჩემი გუნდში ვინც არიან თვითონ HR-ები, ვინც ასევე მონაწილეობენ ამ ყველაფერში, ისინიც იმათაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ HR-ში, ისინი ჩემთან ერთად იყვნენ, არა მარტო ამ ორგანიზაციაში, სხვა ორგანიზაციებში ერთად მოდივართ დიდი ხანია და ეს ტკივილები მათთვის ნაცნობია. ეს მარტო ჩვენი ტკივილი არ არის. ახლა ნებისმიერი HR-ი რომ მოიყვანოთ აქ და დასვათ, ანალოგიურს მოგიყვებათ, ვისაც ესმის როგორი უნდა იყოს რეალურად HR-ი. რა თქმა უნდა, ახლა ბევრი კომპანია არ არის, ვინც იმ საშუალებას აძლევს HR-ებს, რომ რაღაცა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში მიიღონ მონაწილეობა და რეალურად მართლა უწევთ იმ რუტინული საქმეების კეთება, მაგრამ იმათაც უმარტივდებათ რეალურად რა ეს პროცესები და უფრო ყურადღებით აკეთებენ ამ რაღაცებს და შეუძლიათ მერე გადამოწმება. თავშველიან, რა თქმა უნდა. და თვითონ ეს დეველოპერების გუნდი, ვინც ქმნის ილარიას, იმათაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული და არის მათი სურვილი, რომ თავიდანვე პირველი წუთიდანვე იცოდნენ, რომ ეს ძალიან მასშტაბური პროექტი უნდა ყოფილიყო. ეს საზღვრებს გარეთ უნდა გავიდეს. ეს შენი ლაპარაკი მასშტაბური უნდა იყოს. რა თქმა უნდა, როცა ვარჩევდით გუნდს, თავიდანვე ვამბობ, ზოგადად გუნდს როცა ვარჩევ, პირაპირ ვეუბნები, არაფერი დაფარული არ არის, პირაპირ ვამბობთ, რომ რას გვინდა, რომ მივახციოთ. როგორი მუშაობის სტილი გვაქვს და რა გვინდა რომ გავაკეთოთ. თავიდან ყველასთანვე იყო გაჟღერებული, რომ ეს არ არის რაღაცა მარტო ერთი ორგანიზაციის HR soft-ს არ ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ მასშტაბურ სისტემას. ეს არ არის მარტო HR soft-ი, ეს არის სისტემა, რომელიც საოპერაციო ნაწილს უმარტივებს როგორც მენეჯერებს, ხელმძღვანელებს, ისე HR-ებს. რაც ამსაც მეტი დრო დარჩეთ ფიქრისთვის და ნაკლები ადმინისტრირებისთვის. რა თქმა უნდა, HR სისტემა როცა არის მხოლოდ HR-ებისთვის, ვერავინ ვერ ხვდება მის მნიშვნელობას, იმიტომ რომ მარტო 1-2 ადამიანი იყენებს ამ სისტემას. მაგრამ რაც ამსაც ამ სისტემაში შემოყავს სხვა ხელმძღვანელი პირები და განსაკუთრებულად მაღალი რგოლის მენეჯმენტი, ფინანსები ალბათ რაღაცა, ფინანსები, იურისტები, CEO-ს პოზიციის ადამიანები შემოყავს ამ სისტემაში. ეს სისტემა აღარ არის HR სისტემა, ეს არის საოპერაციო სისტემა, რომელსაც შეუძლია დაინტეგრირდეს ნებისმიერ სხვა სისტემასთან და მონაცემები ერთმანეთთან გაცვალოს. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ეს HR სისტემა, რასაც ახლა ვეძახით, რაც არის ილარია, ნელ-ნელა ისე განვითარდეს, რომ გახდეს
რაც შეიძლება საოპერაციო საყრდენი კომპანიისთვის, რომ ყველანაირი მონაცემები რაც შიგნით იქნება, ანალიტიკა, სტატისტიკა და ქმედებები შიგნით განხორციელდება. ეხლა ქმედებები შიგნით ხორციელდება და რაც თავია ეს არ გულაპარაკი ამაზე, მაგრამ task management-ის მოდულიც სწორედ ამას ემსახურება რა. ხო და აი მანდ მაინტერესებს მე ეხლა უნდა გავუმხილო აუდიტორიას, რომ მე როდესაც ილარია შემხვდა სოციალურ მედიაში და როგორც გავიცანი მარიამი, ხო? პირველი თვალში რაც მომხდა იყო, რომ ანუ დავალებების მართვა იყო შესაძლებელი და დემო ვერსია იყო ჩაწერილი რაღაცა ტექსტით, რაღაცა ლამაზ გარემოში, ინტერფეისში, ანუ რაღაცა ეს ელექტრონული ტიკეტები, ეგრეთ წოდებული ტასკები, ანუ დავალებები მოძრაობდა და მე როგორც ახლა პროექტს მენეჯერს, agile coach-ს, scrum masters, მოკლედ საბოლოო ჯამში ადამიანს, რომელიც ეხმარება გუნდს, რომ რაღაც გამჭვირვალობა შექმნას და იცოდეს სად რა აქვს და შემდეგი რა არის და რისკი სად არის და სად გვიჭირს და სად გულხინს და ეგ მხოლოდ შესაძლებელია მაშინ, როდესაც რაღაცა ერთ სივრცეში არის თავმოყრილი ის მონაცემები, რომელსაც დავალებები ქვია, თავისი სტატუსებით და ყველაფრით. ჩემს გამოცდილებაში მუდმივად უცხოურ გადაწყვეტებს ვიყენებდით, ანუ ჩემ აუდიტორიამ კარგად იცის, რაღაცა იქ ჯირა, ტრელო და ასე შემდეგ და ანუ თვალებს არ დაუჯერე, როდესაც დავინახე, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი და ჩემ გამოცდილებაში და შენ ახლა შემისწორე თუ ვწდები, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წიაღში ქართველების მიერ შექმნილი დავალებების მართვის სისტემა არსებობდა და ყური გავწიე, თვალი გავწიე და მაშინვე მოკლედ გიპოვე და მივხვდი, რომ რაღაცა ერთ მისიაში ვართ და აი ეხა შენთან როგორც პროდუქტ ოუნერთან მაინტერესებს გზა. ნახე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემს როგორ შევაჯამებდი რა. ანუ შენი პასუხი კითხვაზე როგორ იჭერ ბალანს, რომ თან აი რაღაცეები ვაკეთოთ და მოტივირებული გუნდი გვყავდეს, არის ანუ დიდი ამბიციური მისიას დავარქმევდი იმას, უფრო აი რაღაცა საოპერაციო საყრდენი შევქმნათ და გაუმარტივოთ ტოპ მენეჯერებს და ასე შემდეგ ცხოვრება. მერე ეს ყველაფერი ითარგმნა უკვე კონკრეტულ გადაწყვეტებამდე, სადაც ფერადი ანალიზი, ხო შეიძლება ფერადს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ეხა ვიტყვი რომ აი ჯირა მაგალითად, რომელიც არის ნაცრისფერი ინტერფეისი, ტექნოლოგიურ ადამიანებს კომფორტს უქმნიდა, მაგრამ როდესაც მაგალითად გაყიდვების, მარკეტინგის, პროდუქტების და ეს საოპერაციო მიმართულების ხალხთან როგორც agile coach-ი ვცდილობდი აი ამ დავალებების მართვის სისტემად ამის შეთავაზებას, ისინი გადადიოდნენ ფერად სტიკერებზე. ფერად სტიკერებს თავის ძალიან დიდი მინუსი აქვს, იმიტომ რომ ის ვერც ტრენდს და ვერც forecast-ს და ვერც სტატისტიკას და ვერც პროგნოზს ვერაფერს ვერ გიკერებს, ვერ აგროვებს და ვერ გეხმარება რა. ანუ ლოკალურია, ტაქტიკურია, იმდროინდელია და კიდევ უარეს გეტყვი ანუ open space-ში საერთოდ ცვიოდა ეს სტიკერები. რაც ქონდა იმასაც კარგავდით ფიზიკურად რაც ქონდა, არა თუ ძველი და ახალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდი მისიის მსახურებით, ამ მოტივირებული გუნდით, რომელსაც შენი დაჯერებით და შენი რწმენით და შენი ხედვით, რაც ახლა აქ ჩვენთანაც გადმოვაფრქვიე ძალიან ბუნებრივად, არ დაიწყებდი ყველაფერს ერთად და ერთდროულად და product owner-ი მე ვიცი და ჩვენ აუდიტორიამ იცის, რომ არის ადამიანი, რომელიც ამბობს შემდეგი რა უნდა იყოს. და აი მაინტერესებს ეს თქვენი იტერაციები და აი შენების პროცესი, კი ყველანი გამოცდილები ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გატკეპნე გაუყვალავშიც გიწევდათ, ხო, ამის შენება, მithumes როდესაც ესეთ რთულ, ჩახუჭუჭებულ მრავალცვლადიან გარემოში გიწევს კომპლექსური პროდუქტის შექმნა, ხო, თან ესეთი მასშტაბური ამბიციებით. რა იყო, ანუ თქვენთვის MVP და როგორ ხვდებოდით თქვენ, რომ რა უნდა ყოფილიყო შემდეგი, მე მაინტერესებს კულისებს მიღმა რა. პროცესის დონეზე. როგორ ხვდებოდით და ანუ რა შეიძლება რაღაცა პროცესი გქონდათ შიგნით გუნდში და გააქვთ, რომელთაც სწორად აპრიორიტეტებთ და ამბობთ, რომ შემდეგი ეს უნდა იყოს და აი სად არის ეს პატარა ნაბიჯების პროცესი, რომლითაც ბოლოს თქვენ დავალებების მართვის სისტემამდეც მოხვედით აგერ და ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი და წინ კიდე ეს დიდი ამბიციური გეგმა არის, ხო? რატომ მეცინებოდა იმაზე, რომ
თვითონ ალბათ ეხლა ჩვენი დეველოპერები ამას რო უსმენენ, რომ ერთდროულად რაღაცები არ გინდოდაო, ალბათ ეგა რომ ერთდროულად მინდოდა აბსოლუტურად ყველაფერი. ახსარების დრო დადგა. განკითხვის. მაგრამ ნუ ეხლა რა თქმა უნდა მეც მესმოდა რომ რაღაც პრიორიტეტები და გავკეთებინა იმასაც კი ვიტყვი რომ ეგეც სადეს რომ ჯირაში შემიტყუეს მეც რომ იქნებოდა არ მომწონებოდა და მომბეზრებოდა იქ ესე ქვია რომ nice to have features გააკეთეს რა. აი აქ ჩამოწერე ორეები გჭირდება და ეგ რომ მომბეზდებოდა, მაგრამ არა დღემდე არ მომბეზდება, წერ ყოველ დღე nice to have features რა უნდა იყოს და იმის ჩვენი MVP სუსუ თავდაპირველად ასე ვთქვათ იყო ძალიან საბაზისო. რომ რაღაცა არ გქონდათ MVP, არ წახვედით და არ აშენეთ 2 წელი და მერე გამოამზეურეთ. არა, რა თქმა უნდა, იყო ეს რაღაცა ეტაპობრივად მივდიოდით იქამდე, სადამდეც ახლა მოვედით, იყო ძალიან საბაზისო, რომ თანამშრომლების დამატება შესაძლებელი იყო, მათი პირადი მონაცემები, გრაფიკები, რაღაც. ანუ მარტივად დავიწყეთ საბაზისოდ, რომ რა უნდა ყოფილიყო და მე ნელ-ნელა უკვე ვამატებდით იმ საჭიროებებს და იმ ჩახუჭუჭებებს, ასე ვთქვათ. და როგორ ხდებოდით, რომ ის იყო შემდეგი საჭირო? მარტო შენ იყავი ჭეშმარიტების წყარო თუ რამენაირად ტესტავდით ამას? არა, რა თქმა უნდა, იტესტებოდა კიდევაც და ჩვენ მარტო ერთ კომპანიაზე არ ვტესტავდით ამას და ვნახულობდით სხვა კომპანიების ჭრილში რა იყო და ეხლა მარტო ერთ ოთახში ხარ ვართ გამოკეტილები, ბევრი მეგობარი ყავს, რაღაცა საზოგადოებარია, HR-ების უსმენ, პოსტავენ, LinkedIn-ზე ნახულობ, ანუ ნახულობ იმ უკავშირებს, რაც დღეს სისტემებს აკლიათ, პრობლემური აქვთ და შენც ფიქრდები, რომ ეს უფრო პრობლემულია თუ ეს უფრო პრობლემურია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მისია და ამოცანა იყო, რომ ადმინისტრაციული ნაწილი, რაშიც შედის payroll-ი, უწყისი, ეს ყოფილიყო აბსოლუტურად გამართული ილარიაში. ანუ არ ყოფილიყო რაღაცა ელემენტარული პრობლემა, რასაც ვერ მოგიგვარებდა ეს ადმინისტრაცია და ეს პირველი ვერსია ილარიასი. ეს იყო ჩვენი მთავარი ამომავალი მისია, რომელიც შარშან ზაფხულში დავასრულეთ. რა თქმა უნდა, ეხლა გატესტვის, ანუ იტესტებოდა აქამდეც და მოხმარების პროცესში უკვე რეალური კომპანიებმა რომ დაიწყეს მოხმარება და თვიდან თვემდე ვნახულობდით ამ payroll-ს როგორ ითვლი და ერთ-ერთში ჯდებოდა ბუღალტერიასთან თუ სადღაც აცდენები ქონდა. ამ პროცესში რა თქმა უნდა დავინახეთ ის პატარ-პატარა ტექნიკური პრობლემები, რისი გასწორებას და გამართვაც საჭირო იყო და რაც მოთხოვნადი არის რეალურად დღეს. რაც ჭირდება users, ამას რა თქმა უნდა ვნახულობდით და ამ პატარა მონახაზებს ასე ვთქვათ ვაკეთებთ, რომ ესე, მაგრამ ამისი დამატება და გამართვა არ არის რთული. მარტივი არის ძალიან და ამას ეტაპობრივად მოვედით იქ, არ გამოვჩდით. საერთოდ სცენაზე არავინ არ იცოდა ილარია რა იყო, სანამ აი ეს ნაწილი სრულად არ გავმართეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა რომ ბაზარზე გამოვსულიყავით და გვეთქვა ეს არა, მაგრამ გვექნება. აი ეს არ გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა. მაგრამ ბაზარი რეალურად უკვე იქამდე გელაპარაკებოდათ თქვენ, სანამ თქვენ იტყოდით რომ ჩვენ აქა ვართო. კი, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ რამოდენიმე კომპანია შევთავაზეთ სატესტო რეჟიმში, ისინი რა თქმა უნდა არანაირ თანხას ამაში არ იხდიდნენ, რომ გვენახა ჩვენ რომ როგორ მუშაობს სხვა ტიპის ცოცხალ სულიერ იუზერებთან. რა თქმა უნდა და რა საჭიროებები ვლინდება, სხვანაირად შეუძლებელია. ესე რომ დავждე მე და ეხლა ვიფიქრო რა შეიძლება ჭირდებოდეს HR-ს, ვერ მივხვდები თუ პრაქტიკაში ამას არ დავინახო და მე თვითონ არ ვმუშაობ ამ სისტემაში, ამიტომ ამ კომპანიებში ყველა ამ კომპანიაში მე თვითონაც ვაკეთებდი ამ ყველაფერს, რომ დამენახა, სად რა მჭირდებოდა და როგორ მჭირდებოდა. პირველად როცა შარშან, როცა პირველად უკვე ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კომპანიისთვის დავნერგეთ, მე თვითონ ისე რომ დეველოპერებს ვუთხარი, არაფერი არ მითხრათ, სად რა უნდა გავაკეთო. პირველი მაინტერესებდა, რომ რამდენად user friendly იყო. ნამდვილად. ეგ არის მკვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომ მე თვითონ ნახავ მეთქი კი ბატონო, რამდენად მივხვდები, რომ რა რის მერე უნდა გავაკეთო თქო და მართლა ეხა იმიტომ არ ვამბობ რომ ჩვენი არის, იმიტომ მართლა უმარტივესად შეგიძლია რომ ეს კონფიგურაციები დააყენო როგორც კი, რა თქმა უნდა რაღაცებში ვერ ხვდებოდი როგორ უნდა გამაკეთებინო, იმიტომ რომ რაღაცას არ მაკეთებინებ, იმიტომ რომ ჯერ ეს აგა გასაკეთებელო და სადღაც ვეძებდი რომ როგორ უნდა გამაკეთებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში უმარტივესად შევძელი ამის გაკეთება და მე რა თქმა უნდა წამოვიდა ნელ-ნელა ის დამატებები თუნდაც ადმინისტრაციულ ჭრილში, რაც გვინდოდა და სადამდეც მოვედით, აი რამდენი კვირა არ ერთ 3-4 კვირა
რა, რაც გამოვჩდით რეალურად ბაზარზე, ხალხს დავენახეთ, რომ ვარსებობ და კიდე ერთი სოფტი შეიქმნა საქართველოში, რომელსაც აქვს მარტო HR ფუნქციონალი, არამედ მენეჯერული ფუნქციონალი გვაქვს დამატებული task management-ის კუთხით და ამ task management-საც ძალიან სასაცილო ისტორია აქვს, იმიტომ რომ შაშენას ადმინისტრაცია რო გავმართეთ, აი ხარ რა დავამატოთ და საბაზისოდ რომ მოდი რეკრუტმენტი, მოდი რაღაც 360 ის და მთხრა არა. მადაჭამაში მოვიდა ხო? ხა არც ერთი არ მინდა მეთქი, არც რეკრუტინგი მინდა მეთქი, არც 360 მინდა ამ ეტაპზე თქო. პირველი რაც მინდა უნდა იყოს task management-ი თქო და ნუ აი რა შუაშია HR და HR სისტემაში task management-ი რატო უნდა იყოსო აგვიხსენიო. იმიტომ რომ გჭირდება მეთქი რა დღეს ჩემი გამოცდილებით, ჩემი პრაქტიკით ყველას სჭირდება task management-ი, იმიტომ რომ არის მილიონაირი ვერსია ამ task management-ს, მაგრამ ფაქტია რომ ვერ ვხმარობთ ამას. მე ხა ყველა ვინც შესაბამისად რაღაცა სხვა სისტემაში მუშაობ, ასე თუ ისე გათვითცნობიერებული ვარ და ამ ტერმინოლოგიაში, ამ ინგლისურენოვან სისტემებთან რომ როგორ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ არის რაღაცა თაობა ადამიანების, ვინც არ მუშაობენ რა ამ სისტემებში და შეიძლება იციან ინგლისური, მაგრამ ტექნიკურად ვერ ხვდებიან რა როგორ უნდა გააკეთონ. თან ისიც არის რომ ცალკე სადღაც შედი ამ სისტემაში, ცალკე ის მერე იქ დაასტურე, ან სხვადასხვა რაღაცებში იმუშავე, ხო, იურიდიული და იქით კიდე ტასკები ხო და აი ეზარებათ ხოლმე რა ამისი გაკეთება და რაღაცა მოუქნელი რახან არის, რატო დახარჯონ ამისთვის, რომ აიღებენ პასტა ფურცელს ან რაღაც Excel-ში ჩამოწერენ ამ თავის დავალებებს და ისე მეილებში და ფოლდერებში. ისე მეილებში, ფოლდერებში, კი ბატონო. ვუთხარ რომ მეთქი მე მენდეთ, იმიტომ რომ მარტო ერთ კომპანიაში მყავს 50 თანამშრომელი, ვისაც მართავ, ილარიაში აგერ კიდე არის 30 თანამშრომელი, ვისაც მართავ და კიდე პატარ-პატარა გუნდები სხვა კომპანიებში არიან ესე მჭირდება, ან მე თვითონ მჭირდება, რომ აი ამ სისტემაში რომ შევდიოდე, შემეძლოს რომ იმის გარდა რომ ნახო შვებულებაშია, დისციპლინარული აქვს, ხელფასი რამდენი მივეცი და ასე შემდეგ, რა დავალებები აქვს. აი მინდა რომ ხედავდე რომ თანამშრომელს რა დავალებები აქვს. ვინ როგორ მყავს დატვირთული, ხო? ხო შეიძლება მყავს გუნდში ადამიანი, რომელიც ხმას არ იღებს, საერთოდ არსებობს თუ არა, შეიძლება ვერ მიხვდე. ყველაზე დატვირთული არის. და ასე თუ თქვათ, რო შედიხარ ამ ჩემს ილარიას task management-ში, სადაც ამ დავალებებს ვანწებ, მასზე არის ყველაზე მეტი დავალება ყოველთვის. და ანუ ეს თურმე თავჩაღუნული შრომობს და სალაპარაკოდ არ სცალია. და ანუ ამის ანალიტიკის საშუალებას გაძლევს ილარია, რომ იმასთან ერთად რომ ნახო სხვა ადმინისტრაციული ანალიტიკა, თან ხედავ რომ დატვირთულობა როგორ გაქვს თანამშრომლებს. მაგის მიხედვით დაგეგმო რომ ან მოაკლო იმას საქმე სხვას გადაუნაწილო პირველ რიგში. თან ხნი ახლა ახალ პროექტებს, ნახულო პროექტების მიხედვით რომელი პროექტი გაქვს უფრო მეტად დავალებებით დახუნწდული, რომელი ნაკლებად მნიშვნელოვანი არის. იქ შეგიძლია პრიორიტეტები მიენჭო, ვადები, თაგები გავაკეთეთ, რაც პრინციპში უცხოურებში ბევრგან არის, მაგრამ ყველგან არის თანხას რო იხდი ეს ვერსია არის ჩვენთან, ეს მაგალითად აბსოლუტურად შედის რა ამ სისტემაში, რომ ანუ როგორც პური და ყველი ისე გაქვს ეგ? კი, ანუ თაგების დამატებით ფუფუნება. არა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ესე არის, ანუ ერთ ფასში შედის ყველაფერი, ჩვენ არ გვაქვს, რომ ცალკე task management-ი, ცალკე HR სისტემა, ჩვენ გვჯერა რომ ყველაფერი არის ერთად, ერთი სისტემა უნდა მოიხმაროს კომპანიამ და მარტო ერთი ფუნქციონალი არაფერს არ გაწყვეტს, ესენი ყველაფერი ერთმანეთზე არის დამოკიდებული. და აქედან გამომდინარე, ეს task management-ი ძალიან დახვეწილი არის, მაგრამ დავინახეთ სხვა კომპანიების საჭიროებები, ხო, რომ ხმარობდნენ, რომ ხა სჭირდებათ, რომ მაგალითად უფრო project management-ათაც გადავაკეთოთ ეს ყველაფერი და მარტო task management-ი არ იყოს, რომ ვადებში ხედავდნენ, რომ მაგალითად აი 3 თვის განმავლობაში რა დავალება რამაზე არის დამოკიდებული და ასე, ანუ განვითარება ძალიან დიდი აქვს, ახლა დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა, რომ ეს გავაკეთოთ, ეს ერთმანეთზე დამოკიდებულება ამ დავალებების და სხვათა შორის ხო მერჩოდნენ ეს ჩემი დეველოპერები, რომ რას მოიტანეო ახლა ეს task management-ი ამ HR სისტემაში სხვა რაღაცა გავაკეთოთ და რა თქმა უნდა არ დავნებდი, აი ერთი წუთითაც არ დავთმე, მე ვთხარ ეს უნდა იყოს თქო და გააკეთეს ეს მართლა ხა ყველა ჩვენ რა სხვა სისტემებში მუშაობდით, მე ხა Microsoft-ის Planners ვიყენებდი, ისინი Jira-ს იყენებენ, ჩვენი იურისტები Monday.com-ს იყენებენ და ყველამ თქვით რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რა გვაკლია, რა არ გვაკლია და რაღაცა ცოცხალ იუზერებს დაელაპარაკეთ. გავაკეთეთ ამ ყველაფრის, ხო რა, ანუ ეს ილარიას task management-ი არის ყველაფრის ჰიდბიდი. ახალი რაღაცა ველოსიპედი არავის არ გამოუგონია, უბრალოდ ეს არის ქართული, არის ჩაშენებული HR სისტემაში და ყველაფრის მონაცემებს ერთიანად განახებს. და საბოლოო ჯამში ისე დამთავრდა, რომ 2 კვირის წინ შემოვიდა დავითი, ჩვენი მთავარი დეველოპერი და მითხრა რომ შენ მართალი იყავიო. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო და ეს ძალიან ბედნიერი ვიყავი ეს რომ მითხრა.
ძალიან მაგარი. აი მე ძალიან გულშემატკივრობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თვალები ესე უბრწყინავს. და ესე გულიანად ყვება ისტორიას, რომელიც თვითონ გადახდა და რაც მთავარია, იღებს პასუხისგებლობას, რომ სხვა ადამიანებიც ამ ისტორიის ნაწილები ხდებიან. იუზერის, რა ვიცი, ინვესტორის, კლიენტის, გუნდის წევრის, დეველოპერის თუ სხვადასხვა როლი. ჩემო ძვირფასო მარიამ, შენ ყოფილ ხარ ხარბი პროდუქტ ოუნერი, თან შეუვალი და აი ამ ჩვენი მთელი მოგზაურობის განმავლობაში მე კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენ ესე ოფიციალურად ტექნიკური ბექგრაუნდი არ აქვს, ეს შეიძლება ითქვას, რომ შენი უპირატესობაც არის. ალბათ. იმიტომ რომ შენი ნარატივიდან ძალიან ჩანს გულშემატკივრობა იუზერის მიმართ. რა თქმა უნდა. შენ საუბრობ იუზერის ენაზე, შენ საუბრობ იუზერის გადმოსახედიდან და შენ ხარ მისი ელჩი აბსოლუტურად. გუნდში და ხან დაგიყოლიებენ და ხან არ დაგიყოლიებენ. შეუვალობასაც და ნაკლებ კომპრომისულობასაც იჩენ, როდესაც რაღაცის ძალიან გჯერა და მე იმ უკავშირს იღებ, შეიძლება შეცდე, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. ეხლა მინდა ნელ-ნელა შეჯამებისკენ წავიდეთ და შენ მათ შორის ხარ რეკრუტერი, ხო? ანუ თქვათ HR-ის როლი გაქვს და არა მხოლოდ იმ შენ განყოფილებაში 50 კაციანში და არა მხოლოდ ილარიას რაღაცა გუნდში 30 კაციანში და კიდე მიკროგუნდებში და ასე შემდეგ და არა მხოლოდ დიდ კომპანიაში სადაც 10,000 თანამშრომელი ყავს, შენ ხარ პასუხისმგებელი როგორი ხალხია იქ. აბსოლუტურად. ხო და აი რას უყურებ? რაც შენთვის არის გადამწყვეტი ტოპ 2 არ ვიცი, აი ყველა შეიძლება მეტი დაასახელო, მაგრამ აი მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ვეძახით ხოლმე agile twin-წყობას, ანუ აი მოქნილობის twin-წყობას, ანუ რაც გარკვეული ფილოსოფიის და პრინციპების და ღირებულებების ჯერამე პირადად და შენ როგორც პრაქტიკოსის გამოცდილება და აზრი მაინტერესებს, როგორი ხალხი არის ის, რომელსაც შენმა გამოცდილებამ ცალსახად აჩვენა და დაადასტურა, რომ შეგიძლია ენდო და საქმე გააკეთებინო ისე, რომ თან შენც იყო მაყოფილი და ისინიც. სხვათა შორის ეს რაღაცნაირი ის მაქვს გასაუბრებების დროს რა, ნებისმიერ პირაპირ ხვდები როგორი ადამიანი არის და გამოდგება თუ არა აი ამ კონკრეტული საქმის გასაკეთებლად ამ კონკრეტულ კომპანიაში თუ სხვანაირი კომპანიები მაგრამ ღირძი რა უნდა იყოს. კი, ჩემ შემთხვევაში ახლა მე როცა ჩემი გუნდის წევრები ამყავს, ვინც ჩემთან ერთად უნდა იმუშაოს და ჩემი გუნდის წევრი უნდა იყოს, სამი მნიშვნელოვანი რაღაცა მაქვს. აი მოემზადეთ, იმიტომ რომ ფართოვდება ილარია და გუნდი ცოტა საუბრობაზე რომ მიყავთ მე მარია. ამას უბრალოდ მგონია რომ ვერ ისწავლე, ეგეთი უნდა იყო და პირველი არის რომ ადამიანი უნდა იყოს რა. აი ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებას და აი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ვინც ჩემ გარშემოა მეგობარი იქნება, გუნდის წევრი თუ ოჯახის წევრი, მათთვის მიზანი საშუალებას არ ამართლებდეს. ეს პირველი და ტოპ. მეორე, რაც აი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემთვის ეს არის დილობა. უნდა იყოს აუცილებლად დილობიანი ადამიანი. აი ანუ ნეგატივს არ აფრქვევდეს შენ. არა, აი დილობიანი უნდა იყოს. რომ შემოვა გამარჯობა იცოდეს, წავა ნახვამდის, მადლობა, უცხო ადამიანს რაღაცნაირად შეურაცხყოფაზე არ გადავიდეს, ხმას არ აუწიოს და ემოციების კონტროლიც რაღაცნაირად, ემოციების კონტროლი შეიძლება არ შეეძლოს და დილობიანი იყოს, ეგეთი ძალიან ბევრი თანამშრომელი მყავს სხვათა შორის, ვისაც არ რომელიც გულწრფელად კი, გულწრფელად, მაგრამ დილობიანი არის. მაგრამ არ გადადის. მე თვითონ ვარ ძალიან დისციპლინირებული, თუ სწორედ აი პრაქტიკაში როგორ გამოიხატება? აი მაგალითად, ყოველ დღე იმის დამხოთ, რომ არაფერში არ მჭირდება, ვიღვიძებ დილის 6 საათზე. 8 საათზე, სამსახური მეწყება 10-ის ნახევარზე. სამსახურში არ დადიხარ. ფიზიკურად რა თქმა უნდა. მსახლიდან მუშაობის არ მჯერა რა გავაკეთო. მე ფიზიკურად იქ უნდა ვიყო. აი მე მჯერა. ხო, ანუ ჩემთვის ძალიან რთული, ანუ ურთულესი არის რა, ისახშო დამცვა შეიძლება გავგიჟ და დამცვას ერთხელ მესამე ბავშვს ორსულად რო ვიყავი და ძალიან რთული გამოცდილება იყო ჩემთვის. ვიღვიძებ 6 საათზე, ბავშვებს ვამზადებ სადღაც 7 საათისთვის, მე მეც ვემზადები. 8 საათზე უკვე სახლიდან გავდივარ, 9-ის ნახევარზე სამსახურში ვარ, 1 საათით ადრე მივდივარ, რომ ჩემი რაღაცა რუტინა
რუტინა მაქვს სიმშვიდეში სიწყნარში გეგმებს ვისახავ რა როგორ უნდა გავაკეთო მე ვაცხრები ჩემ თანამშრომლებს თავს მე მათგან ვიღებ რომ რას აკეთებენ ეს ყოველდღე აცხრები? აბსოლუტურად ყოველდღე ვაცხრები ანუ დეილის ატარებთ ერთად იმ დღეს გამომიცხადეს მითხრეს რომ ისა რა ქვია რაღაცა ჩატი ქონიათ და ეს წერთ ხომ რომ შემოვლა არისო მეც შევდივარ ხოლმე და თორმე ეს ეწერა დიდხანს გრძელდება ეგ ამბავი ანუ იქ რაღაცა მიკროგეგმებზეც ლაპარაკობთ თქვათ დღეს ყოველდღიურ რეჟიმში რა თქმა უნდა ესე რომ ყველას ერთად ვკრებ არა იმიტომ რომ არ გვაქვს არავის მაგისი დრო რომ დავსხდეთ და 30-მა კაცმა მოუყვეთ ეხა რა ვშვებ თელი დღე გავამასე რა თქმა უნდა ყველასთან კომუნიკაცია მაქვს და იმ თავარ თემებს გავდივართ ხოლმე რაც უნდა გავაკეთოთ მაგრამ აი ესე რომ ერთიანობაში დავინახოთ რომ რა ხდება სადღაც კვირაში ერთხელ ორ კვირაში ერთხელ დავსხდებით ხოლმე და შევაჯამებთ ასე თქვა რა და როგორ არის და აქედან გამომდინარე ხო დისციპლინა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემ შვილებსაც ესე ვსდი ანუ ჩემი შვილები ძალიან კაი ისტორია ხარ არ ვიცი აქ უნდა მოვყვეთ თუ არა მაგრამ ყოველ დღე რაც გაჩნდნენ მას მერე ლოგინში არიან 8 საათზე ძინავთ რა 8 საათზე უნდა ეძინოთ და საფხულში მახსოვს ეს დისციპლინის ნაწილი აბსოლუტურად უნდა ეძენ მათი ტვინისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად განვითარდნენ და საფხულში მახსოვს რომ მზე არის 7 საათზე ზღვაზე მწვევ მწველი მზე არის და დაწეკით მეთქი შეცილის დრო არის თქო ეს მოსო ჩადო და მზე არის და რატო გვაძინებოდა აი იმდენად მჯერა იმისი რომ თუ ხარ რეჟიმში თუ ხარ რაღაცა განმეორებადი ქმედებები რომ ეს აბსოლუტურად შედეგამდე მიგიყვანს და ჯერ გზდის მენტალურად მშვიდი ადამიანი ხარ და იცი რა როგორ სტრეს როგორ ებრძოლო ასე თქვა და შეიძლება ეგეც არის რომ აი ეს რუტინა და ეს დისციპლინა მე რომ მაქვს მაგიტომ შემიძლია რომ ამდენ რაღაცა ერთდროულად გავაკეთოთ მე ეს ყველაფერი მომესმინა როგორც ნდობა ხო ალბათ რომ შენ ენდობი იმ ადამიანებს და ეს მახასიათებლები და თვისებები რომელიც შენ აღწერე ადამიანურობის კატეგორიის ქვეშ იწვევს ინდობას, რომელიც შენ მერე თამამად გაკეთებინებს ამ ხალხთან ერთად დიად საქმეებს და მე მინდა რომ წყლის ძალა გისურვო წარმატებები გისურვო და ძალიან გულშემატკივრობ და მეგობრებო, ქართული კომპანია, ქართული ადამიანები, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ქმნიან ღირებულებას მეამაყება და კიდე ბევრჯერ მინდა გაიჟღეროს ძალიან სამაგალითო ბიზნეს კეისებით, გადაწყვეტილებით შენი მეოთხე შვილის მოკეთ რომელმაც უკვე ბაკალავრი მაგისტრატურა გამოვიდა პროფესიონალურად ბაზარზე წარმატებები თქვენ და მადლობა ძალიან კიდე ბევრჯერ შევხვედრილიყავით სხვადასხვა კონტექსტში. კი, ეს იყო ჩემი პირველი პოდკასტი და ვერასდროს ჩვენი პირველი HR-ის ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ის კარიერულ ისტორიაში, რომ ტექნოლოგიურ პოდკასტში ოდესმე მოვხვდებოდი და თამით უმეტეს პირველად და კეთილი იყოს ჩემი ფეხი იმედი მაქვს. მადლობა, ესეთი და სხვა მრავალი წარმატებები. მადლობა.